გელათის სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ სამხრეთ კარიბჭე საუკუნეების განმავლობაში მომლოცველებისთვის ტაძარში მთავარი შესასვლელი იყო. საკრალური ადგილი, სადაც ქართველი დიდი მეფის განსასვენებელია. თითქოს არც უნდა იყოს შემთხვევითი ალბათ, რომ დავით აღმაშენებელი სწორედ აქ არის დაკრძალული, იმიტომ რომ ეს იყო მართლა ის ძირითადი გზა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მლოცველი შეყავდა გელათში. შუა საუკუნეებში სამეფო წევრის კარიბჭეში დასაფლავების ტრადიცია არ არსებობდა. იმ დროში ბიზანტიელი იმპერატორები პომპეზურად იკრძალებოდნენ, თანაც ძირითადად ტაძრებში. წლების განმავლობაში დავით აღმაშენებლის ნაკლებად პომპეზურმა საფლავმა არაერთი მითი თუ ლეგენდა გააჩინა. მკვლევარი ეკატერინე გედევანიშვილი ფიქრობს, რომ საბოლოო განსასვენებელი თავად გალობანი სინანულისანის ავტორმა დავით აღმაშენებელმა შეარჩია. იმპერატორები და მონარქები საფლავდებოდნენ საკრალური სივრცეში, ანუ ტაძრებში. ყველა შემთხვევაში ასეა. აქ კი დავით აღმაშენებელმა მოიდომა, როგორც ვიცით, სწორედ კარიბჭეში დასაფლავება და მეტიც, კიდევ უფრო უცნაური ალბათ, ის რომ მის საფლავს არ ახლავს მისი სახელი. ანუ პრაქტიკულად საფლავი არის უსახელო. ეს არის ის საფლავი, როგორიც მხოლოდ გალობანი სინანულისანის ავტორს შეიძლებოდა გადაეწყვიტა და ის უდაოდ მისი გადაწყვეტილებაა. და გარდა ამისა, კიდევ რა არის ძალიან საინტერესო, ეს საფლავი ესთეტიურადაც ძალიან, ესე ვთქვათ, სადაა. არის მხოლოდ დიდი ფილა, როგორც თქვენ ხედავთ, ფილა, რომელიც პრაქტიკულად მოიცავს აი ამ სივრცის დიდ ნაწილს და მე დავამატებდი იმასაც, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ქვა არის რამდენადმე გამორჩეული, აი ცოტა წითელ შეფერილი და მგონია, რომ ეს საგანგებოდ არის გაკეთებული და პრაქტიკულად ეხმიანება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, საიმპერატორო ატრიბუტიკას, პორფირის ქვას. გელათის სამონასტრო კომპლექსს სამეფო მავზოლეუმის ფუნქციაც აქვს. დავით აღმაშენებლის შემდეგ გელათში ბაგრატიონთა დინასტიური საფლავი ეწყობა. დავით აღმაშენებელმა გამეფებისას ძალიან დასუსტებული ქვეყანა ჩაიბარა. აგრესიულ მუსულმანურ გარემოცვაში მყოფი ქართველი ხალხი ქრისტიანული და ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. დავით აღმაშენებელმა იცოდა, რომ ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო მხოლოდ ხმლით, ანუ პოლიტიკური ძალისხმევით, რადგან ძლიერ სახელმწიფოს მხოლოდ ქრისტიანი ხალხის დაცვა შეუძლია. თავად ქრისტიანობის ძველი კი ხალხი, ანუ ეროვნული საზოგადოება. ებრაელი ხალხის მაგალითი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ სწორედ ეროვნული საზოგადოება არის გარანტი ტრადიციული რწმენის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა, რადგანაც ამ ხალხმა გაფანტულობაში სახელმწიფოებრიობის გარეშე საუკუნეების განმავლობაში შეძლო აი ამ ორის რამის შენარჩუნება. ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა მთელი თავისი ძალისხმება და თვითცხოვრებაც შესწირა ათინად და მეორე იერუსალიმად წოდებული გელათის დაარსებას და მის განვითარებას. გადმოცემის მიხედვით დავით აღმაშენებელმა ამ ტაძრის მშენებლობაში უშუალო მონაწილეობისას დაიზიანა თავისი ჯანმრთელობა. აქ სიტყვები ათენი და იერუსალიმი გამოხატავს რწმენას, რომ გელათში შეურყვნათ არის დაცული მოციქულებრივი რწმენის სიწმინე და იქ ათენური სიღრმით ხდება მისი ფილოსოფიური გააზრება. ამის გარეშე ხალხს არ შეუძლია ეროვნულ საზოგადოებად იქცეს და წარმატებით შეინარჩუნოს გაუფრთხილეს თავის რწმენასა და ეროვნულ იდენტობას. ამის გამო იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი გარემოცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გელათს. ამის გამოძახილია ის ფაქტი, რომ აბდულმესიაში იოანე შავთელი ახალ რომს აიგიებს არა ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად, როგორც ეს ყველგან ხდება და განსაკუთრებით მესამე რომის კონცეფციის მიმდევრებთან, არამედ გელათთან. ის წერს ახალო რომო, შენთვის თქვეს რომო, უფროსად იქცენ მყოფთა ყოველთა ნატრიელაცა, თვითმად გელათსას, სად რომ დაგწალვენ წმინდა ცხეულთა. დავით აღმაშენებელის სურვილი იყო, რომ გელათი ეროვნული საზოგადოების სკოლა გამხდარიყო. აი ამის გამოხატულებაა მისი სურვილი, რომ ნეშტი დაკრძალულიყო მონასტრის კარიბჭეში და სიმბოლური აქტით დავით მეფეს უნდოდა გამოეხატა მისი ცხოვრების უმთავრესი მისწრაფება, მისი შთამომავლობას მიძღოლოდა სულიერად აღორძინებული ქვეყნის საქართველოსკენ, რომელსაც გელათი განასახიერებს.
შუა საუკუნეების ძეგლი ერთიანი საქართველოს მეფეების სამუდამო განსასვენებელი ხდება. გელათი ამ თვალსაზრისითაც თავისი მავზოლეუმის ფუნქციით იქცევა ერთიანი საქართველოს პრაქტიკული, ესე ვთქვათ, იდეის გამომხატველი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნარტექსის სივრცეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, სწორედ თავისი მოხატულობით. აქ ასახულია მსოფლიო საეკლესიო კრებები, მთელი ციკლი და ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, იმიტომ რომ ეს მოხატულობა თქვენ ხედავთ მხოლოდ ფრაგმენტს, იმიტომ რომ ახლა ეს ხარაჩოებშია მთელი სივრცე და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქართულმა მხატვრობამ შემოგვინახა მსოფლიო საეკლესიო კრებების ყველაზე ადრეული გამოსახულება, ოღონდ ციკლის. მე-12 საუკუნისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამონასტრო კომპლექსი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა იმ ქართულმა სკოლამ შექმნა, რომელიც შესაძლოა გელათის აკადემიაში არსებობდა. ეს იყო სწორედ ის შენობა, სადაც თავის დროზე საიდანაც გამოსულია ყოველ შემთხვევაში შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ გულაბერიძე, არსენ ბულმაისიმისძე და დავითის ცნობილი ისტორიკოსი. ღვთისმსახურების გარდა ამ შენობის კედლებში ახალგაზრდები მთელი საქართველოდან განათლებას იღებდნენ. გელათის აკადემია შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებელმა მანგანას აკადემიის მოდელით შექმნა, რომელიც კონსტანტინეპოლში არსებობდა. აქ ისწავლებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ღვთისმეტყველება, სასულიერო ლიტერატურა, მაგრამ ამასთან ერთად იგივე მათემატიკა, განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა რიტორიკა სხვათა შორის და მუსიკას. გელათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საქართველოს სულიერი სიძლიერის გამოხატულება და ქართველთა ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენ ვცდილობთ, რომ კონდეს განვითარების ძალიან დეტალური გეგმა, სწორედ საზოგადოება ივერია გვეხმარება ამაში. ჩვენი სურვილი არის, რომ გელათი გახდეს ძალიან აქტიური, აქ იყოს, რა თქმა უნდა, სამონასტრო ცხოვრება, გრძელდებოდეს და ამასთან ერთად ეს იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მიიღებენ გარდა ესთეტიური სიამოვნებისა ცოდნას და ამისთვის უკვე არსებობს აკადემია და აკადემიის გაცოცხლება და მისთვის აქტიური ფუნქციის მინიჭება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.